აჭარის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატს ალექსანდრე ჩიტიშვილს სავაჭრო სამრეწველო პალატის მიმართ შენიშვნები აქვს. დეპუტატი ფიქრობს, რომ აღნიშნული უწყება სახელმწიფოსგან აღარ უნდა ფინანსდებოდეს და განმარტავს, რომ უწყებამ სამრეწველო პალატის წევრი ბიზნესმენების წლიური შენატანით უნდა გააგრძელოს არსებობა. ეს განცხადება დღეს ალექსანდრე ჩიტიშვილმა უმაღლესი საბჭოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის გაფართოებულ სხდომაზე გააკეთა. სადაც აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ 2012-2013 წლის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა. დეპუტატის განცხადებას გამოეხმაურნენ სამრეწველო პალატის წარმომადგენლებიც. მათი თქმით, უწყებას ამ ეტაპზე ხელისუფლების თანადგომა ესაჭიროება. დამოუკიდებლად საქმიანობის წარმართვას პალატა მხოლოდ 2 წელიწადში შეძლებს. სავაჭრო სამრეწველო პალატამ დღეს უწყების რებრენდინგზე და ახალ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, შეხვედრას აჭარაში მოღვაწე ბიზნესმენებიც ესწრებოდნენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალში სახელმწიფო არ უნდა ფინანსებდეს სავაჭრო პალატას. ეს არის ბიზნესთა გაერთიანება და ბიზნესმენებს უნდა შექონდეთ თავიანთი წლიური შენატანი და ამით უნდა არსებობდეს ეს პალატა. მაგრამ რადგანაც სახელმწიფო დაინტერესებული არის დღეს საქართველოს ბიზნესის განვითარებით და ეს პალატა დღეს კიდევ ისე ვერ დგას ფეხზე, ამიტომ ვფიქრობთ, რომ 1-2 წელიწადში კიდევ მოგვიწევს გაგრძელება ამ დაფინანსების და იმედია, რომ შემდგომ უკვე პირიქით ეს პალატა აქედან დააფინანსებს სახელმწიფოს. პრეზენტაციაში იყო წარმოჩენილი სერვისები, რომელსაც აძლიერებს პალატა და გეგმილი არის, რომ ახლოს მომავალში, რა თქმა უნდა, ის დამოუკიდებლად ფინანსდებოდეს. აი ამ კუთხით დღეს სახელმწიფოსაგან პალატებს თანადგომა ჭირდება, ეს გათვლილი არის 2-3 წელიწადზე და ვფიქრობთ, რომ დღევანდელი მონაცემების მიხედვით თუ ასე გაგრძელდა, პალატა ერთი მძლავრი ორგანიზაცია იქნება, რომელსაც მომავალში აღარ ექნება სახელმწიფოსაგან დაფინანსება.